მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო მე მინდა გამოვეხმაურო იმას რომ მამაშალვა კეკელიას შეუვარდნენ ტაძარში და აურაცხელი და ბინძური სიტყვებით მოიხსენიეს მამაო და ცოტა და ყველა წყობილებიდან გამოვიდო და ესეთი რაღაცა როგორ შეიძლება მე ამას ვაპროტესტებ მე თვითონ არ მივცემ უფლებას რომ ტაძრის ყოველივე წევრი გარიონ ამ სიბინძურეში და ამ სითავხედეში და ამ პოლიტიკური რაღაც არეულობა და არეულობის გამო ტაძარს ნუ გარავით ამ ყველაფერში და მე მგონებს რომ ტაძარში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება რომ მკაცრად დაისაჯონ ის ადამიანები ვინც შევლენ კიდევ ერთხელ ტაძარში და აი ეს რაღაცას იზავენ და მეორეც რომ მამაშალვასნაირი გული ნეტა მთელ საქართველოს გქონდეს თქვენ გარყვნილებისგან გიცავთ მამაშალვა და თქვენ უვარდებით მას მე მამაშალვას ვუცხადებ სრულიად მდობას და მე მამაშალვას მხარეს ვარ და მეორედ კიდევ ერთ რამეს დავამატებ თქვენი ბინძური საქმეების გამო ნუ უვარდებით ტაძარში სასულიერო პირებს და ნუ თქვენ ბინძურ რაღაცებში ნუ გარავთ სასულიერო პირებს ნუ ნურც მამაშალვას ნურც არც ერთი ბერმონაზონი არც ერთი მამაო არ არის ვალდებული რომ გამოვიდეს და თქვენთან ერთად აქციაზე იდგნენ ისინი ლოცულობენ საქართველოს კეთილდღეობისთვის ევროპული მომავალისთვისაც რატომაც არა მაგრამ უკვე ზედმეტებში თუ გადახვედით ეს არის ძალიან ცუდი რაღაც იმიტომ რომ ჯერ იყო და მთავარი არხის შეუვარდა და ბინძური სიტყვებით მოიხსენია საპატრიარქო ამაზე ხმა არ ამოვიღეთ ხო ხმას არ ვიღებდით ძალიან სიბინძურე ნიკა გვარამიამ ზუსტად ნიკა გვარამიასნაირი ბინძური ადამიანი არ დაიარება მთელ ქვეყანაზე ნიკა გვარამიამ საპატრიარქოს შეულახა სახელი და ჩვენს უწმინდეს მამაშალვა კეკელიასთან რომ მივარდით ჯერ უნდა გეკითხათ ვინ ხართ რა ხართ თქვენი შთამომავლობა ადამიანებს რომ აბულინგებთ და მე გახართ და სამშვიდობო აქციაზე ეს არ არის ესე და ერთ რამეს გეტყვით მამაშალვა კეკელიას უნდა მშვიდობა მამაო არ არის რუსი და რასისტი ნუ ლანძღავთ მამაოს და ნუ ვარდებით მამაშალვას იმაში რა ქვია ტაძარში და ტაძარში შევარდნა არის ეს უკვე ტერორიზმი ეს უკვე ტერორზე გადადიხართ ფაქტობრივად თქვენ სამშვიდობო აქციის წევრები კი არა ტერორისტები ხართ აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სიწმინდეს რო შელახავთ თქვენ ჯერ იმ კუბოს დაწვაზე არა მაქვს საუბარი მე რაში მაინტერესებს ის რა კუბო იყო მაგრამ კაი კუბოს დაწვა გავიგეთ ყველაფერი გავიგეთ ხო მაგრამ ზედმეტებში რო გადადიხართ და ტაძარს რომ ამხობთ და რუსული მას თქვენ უფრო იყენებთ აი რუსული კომუნიზმის თუ ფაშიზმი დავარქვათ მოდი ამ ყველაფერს მამაშალვა კეკელიას უვარდებით ტაძარში და არ ვიცი აურაცხელი სიტყვებით იხსენიებთ მამაოს ხო და ის ვალდებული არ არის თქვენ გამოყვეთ 24 საათი იმ აქციაზე და იდგეს იქ ის მამაო ხო არ არის ესე და ბახუტაშვილს კიდე მივმართავ ჩემი ცოლის დაკალებში რომ მგდელს თამაშობდი გწვენოდეს მაინც აურაცხელა უზრდელი და თავხედი რო ხარ და იმათ კიდე ვინც შეუვარდნენ მამაშალვა კეკელიას ბინძურები რო ხართ და არიცით ადამიანს როგორ მოექცეთ და ადამიანი როგორ მიაყენოთ შეურაცხყოფა ოდესღაც უფალი იგივეს გადაგიხდით თქვენ ნაძირლებო მართლა თქვენ ფაშიზმში ამოფარებულო ფაშისტებო თქვენ ტერორისტებო თქვენ იმ პოლიციამ კი უნდა დაგიჭიროთ კი და უნდა მიგაბრძანოთ იქ სადაც საჭიროა ხო თავხედები რომ ხართ მე უფრო მეტად ამ პოლიციის მხარეს ვდგავარ იმიტომ რომ რეალურად იმას აკეთებენ რასაც თქვენ იმსახურებთ ნამდვილად ახლა მართლა იმსახურებთ იმიტომ რომ ტაძარში შევარდნის გამო მეორედ ტაძარში თუ შევარდებით მოგტყდეთ ის ხელები მამაშალვას დაანებეთ თავი და სასულიერო პირებს თქვენ ბინძურ საქმეს თქვენ თვე მიხედეთ ამაში ეკლესიას ნურევთ 2028 წელს თუ მიიღებდა ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციაზე 2028 წელს განიხილებოდა რას დგახართ დებილები ვიდა ამ აქციებზე და რას უვარდებით ტაძარში მამაოს თქვენ თავხედებო მართლა ფაშისტი რუსული ფაშიზმი თქვენგან უფრო მოდის ვიდრე მთავრობიდან ახლა მიიღეთ თავხედები და უზრდელები ხართ ნიკა გვარამიადან დაწყებული